მოგესალმებით. დღეს გადავწყვიტე უკვე ესეთი მაგიდაზე დასაფენი, ესეთი სალფეტკი მოგსოთ. ინგლისურად runners ეძახიან, ანუ უფრო გრძელი გადასაფარებელია, ხო? მაგიდის ცენტრშია ესეთი და ესეთი კვადრატებით არის შექმნილი. ეგ სქემაც არის მოცემული და ამ სქემით, რა თქმა უნდა, მოგსოთ. საკმაოდ ისეთია, არ არის რთული. მე გამოვიყენებ ამისთვის ესეთ 10 ნომერი ძაფი არის. საკმაოდ ისეთი აი 10 ნომერია და ბამბის ძაფი გვაქვს. აქ ახლა აისნაღის შემთხვევაში აქ ცოტა პატარა აისნაღია მოთხოვნა, მაგრამ მე მაინც გირჩევთ რომ მეტი ზომა აიღოთ. მე ვიღებ 3.25 ეს ჩემი საყვარელი აისნაღი და ესეთი ზომა გაძლევთ უფრო კარგი ზომის კვადრატებს, რომლებიც აი მე ხავ ცადე წვრილითაც ვცადე, უკვე მოგსოვე რამოდენიმე და მე აი ნახეთ, აი ეს არის ზუსტად ესეთი ფერებით მინდა გავაკეთო. არის იისფერი, ცოტა ესეთი ღია იისფერი, ესე თქვათ, იასამნისფერი და კრემისფერი. ეს თეთრი არ არის, კრემისფერია, ამიტომ მეც ესეთი ძაფი ავიღე. ესე იგი, აი ეს კვადრატი ახლა მოგსოვილი მაქვს მე აი ამ 3.25 მე ასეთი ესეთი ზომის აისნაღით და ესეთი კვადრატები როგორც ხედავთ, აი ეს უნდა განალაგოთ, აი ესე. აქეთ კიდევ მეორე გვერდით და აქ ცენტრში და მოკეთ ესე უნდა გადაებას ეს ყველაფერი. მოდით გაჩვენებთ კიდევ მეორე ფერს. აი ეს ცოტა ღია ესეთი იასამნისფერია. აი ესეთი, ესეც რა თქმა უნდა მოგსოვილია აი ესეთი ცოტა მსხვილი ყაისნაღი. თუ მოგსოვთ უფრო წვრილი ყაისნაღით, უბრალოდ ზომა გამოგივათ უფრო პატარა და ფიქრობ რომ ესეთი საშუალო ზომის მაგიდისთვის პატარა იქნება თუ ამაზე ნაკლებს აიღებთ. ეს მაინც ყაისნაღი თავისუფლად გაძლევთ საშუალებას, რომ ესეთ ზომა არეგულიროთ. აი ეს ძაფები მე ხარ რაც მომრჩა, მე მოგსოვი. აქ როგორც ხედავთ არის ესე იგი 1 2 3 4. რა თქმა უნდა შეგიძლიათ უფრო გრძელიც მოგსოვოთ. მე ეს 4 მოგსოვე და კიდევ აი ეს დამრჩა და ვფიქრობ მე-5-ს შემიძლია მოგსოვ აი ესეთი ფერის კვადრატები. რაც შეეხება აი ამ კრემის ფერს, ეს ცოტა მეტი, ერთით მეტი გჭირდებათ 1 2 3 4 5. ხო ხედავთ? ანუ ესეთი რომბივით უნდა იყოს ესენი გადადიან, ხოლო ესენი აი როგორც ხედავთ, როგორ არის, ხო, ჩამჯდარი. მე ვფიქრობ, რომ აქედან ნამდვილად გამოვა კიდევ თითო, მაგრამ აი ნახოთ, ჯერ ახლა მე მოგსოვ, აქ რა რაოდენობაც არის, მე უკვე ეს მოგსოვილი მაქვს. აი ეს რაოდენობა ჩვენი კვადრატების, მე შეერთებასაც გაჩვენებთ და ეხლა აი ამ კრემისფერი ძაფის მაგალითზე გაჩვენებთ როგორ მოგსოვე, ხო? იმიტომ რომ ვფიქრებ რომ უფრო მუქი ფერის ძაფებით შეიძლება ჩანაწერი არ იყოს ისეთი კარგი. აქ მე მგონი ყველაფერი გასაგებია, ხო, რაც აი როგორი ტიპის ძაფიც არის. 10 ნომერი ძაფია უბრალოდ და თვითონ აწერია რომ 1.5 აი ესეთი მილიმეტრი ყაისნაღი არის ესე რეკომენდებული, მაგრამ მე როგორც გითხარით, გადავწყვიტე უფრო მსხვილით მომექსოვა. აი ეს ჩვენი ძაფი, ესე იგი, ესეთი საკმაოდ წვრილი ძაფი არის და მე მიყვარს ესეთი ძაფით მუშაობა. თავარია ეს არ იჩქაროთ, ხო, ნელა იზრდება ნაქსოი, როცა ესეთი თხელი ძაფი გაქვთ. ეხლა მოდით ნახოთ ჩვენი სქემა, ხო? ეს ძალიან რაც ყველაზე ესეთია საჭირო. ეხლა მე ვფიქრობ, რომ ნახეთ, მე ყველა დეტალი მოგსოვე, აი ეს გვერდით დეტალები და ცენტრალურები დავტოვე, ხო, კრემისფერით დამრჩა მოსაქსოვი. ესე იგი თქვენ აი ვფიქრობ, რომ ესეთი 3 ცალი, ხო, გეყოფათ. ანუ ეს ერთი ფერი კრემისფერი, მერე მუქი იისფერი, ღია იისფერი და აი ეს 3-ია ჯამში, ხო? აი ეს დაგჭირდებათ, ეს იქნება საკმარისი.
ეხლა მოდით დავიწყოთ. შემდეგ უკვე გადაბმებს გაჩვენებთ, როგორ უნდა გადავაბად. აქაც არის ნაჩვენები, მაგრამ კიდევ, ანუ წვეროები არ არის გადაბმული, როგორც ხედავთ. ხედავთ, აი წვეროები დატოვებულია. რამოდენიმე კავშირი 1 2 3 4 5 კავშირია აი ამ თითო ფოთოლთან. კარგით, აბა დავიწყოთ. ეხლა იმედია რომ ჩანს და ეს ძალიან გაბლანდული არ არის ეს ჩემი სურათი, რო ვადიდებ იკარგება ხარისხი. 1 2 3 4 5 6 7 8 თვალია. 8 არის. ესე იგი, ამ 8 თვალს მოგხსოვთ, როგორც ეს თავისუფალი თვლებით ავკრიფავთ. ეხლა რახან ხედავთ რამ ხელა ყაისნაღია და როგორი წვრილი ძაფი, ხო? შესაბამისად, როგორი ყაისნაღიც გაქვთ, აი იმ ყაისნაღის შესაბამისად უნდა მოგხსოვთ თვლები, არ მოჭიმოთ. იმის გამო რომ ყაისნაღი გაქვთ, ეს ძაფი გაქვთ წვრილი, ხო? 2 4 6 და კიდევ 2. აი ეს 8 თვალი, თავისუფალი თვალი. და ჩავკეტოთ წრეში პირველ თვალთან აი ეს. შემაერთებელი თვალით, ხო? ეხლა გადავდივართ მომდევნო რიგზე. შემდეგი რიგი არის, ეხლა აქ მე უკვე დათვლილი მაქვს, მოკლედ რომ აღარ მასაქვნათ, ხო, ესე აი ესეთი ჯოხებივით არის, ხო? ეს ხანდახან ესე გამოსახან, ხან პლუსებით. ამ შემთხვევაში ეს ჯოხებით არის გამოსახული. ეს არის თვალი ნამატის გარეშე და აქ გვაქვს ჩვენ 16 თვალი. ანუ გავორკეცებთ პირველი რიგი იყო 8 თვალი, ეხლა 16 თვალი ნამატის გარეშე. 1 თან ძაფის ბოლო ჩააყოლეთ. 2 3 4 5 ხედავთ არ ჭიმავ ნაქსოს. 6 7 8 მოგხსოვეთ 16 თვალი და პირველ თვალთან ვაერთებთ შემაერთებელი თვალით. ეხლა გადავდივართ მომდევნო რიგზე. აი აქ ვიმყოფები. აქ ხედავთ ცოტა ისეთი გაბლანდულად არის, მაგრამ ესეთ 3 წერტილია, ანუ თავისუფალი თვლები. და შემდეგ გვაქვს 2 წერტილი, აქ ნამდვილად არ ჩანს, მაგრამ აი აქ სხვა ადგილებში თუ დააკვირდებით 2 წერტილია ყველგან აი ამ სვეტებს შორის. ანუ ეხლა აქ წარმოიდგინეთ, აქ გაქვთ პირველი სვეტი, შემდეგ არკა, თავისუფალი თვლიანი, მერე სვეტები, მერე კიდევ არკა და ასე შემდეგ. ბოლოს ხედავთ, რომ აი ეს 2 სვეტი როა ყველგან. აქაც ბოლოს გავაკეთებთ სვეტს. ეს იქნება აი ამ პირველი წყვილი სვეტების, ასე ვთქვათ, ჯეჯობით, ხოლო თავისუფალი თვლებით მოგხსოვთ. 1 2 3 ეს როგორც სვეტი. ეხლა 2 თავისუფალი თვალი ეს არკის და ეხლა როგორც გითხარით, აი მომდევნო 2 სვეტია. თითო თვალში თითო თვალი უნდა ამოიყვანოთ. ნახეთ, ეს გამოდის აი ამ თვალიდან, შემდეგ იქნება აი აქედან უნდა ამოიყვანოთ თვალი ერთი ნამატით. ხედავთ ხო, ესეთი ერთი შტრიხი აქვს. აი ამ სვეტს. 1 მეორე თვალში მეორე სვეტი. შემდეგ ისე 2 თავისუფალი თვალი. აი, ხედავთ ხო, 2 სვეტს და 2 სვეტს შორის, აი ესე 2 წერტილია ყველგან. აი აქ უფრო კარგად ჩანს მკვეთრად. ისე სვეტები. მომდევნო თვალში თვალი ერთი ნამატით, მომდევნოში კიდევ თვალი ერთი ნამატით. აი ყველა თვალში უნდა შეხვიდეთ თითო-თითოჯერ. ისე 2 თავისუფალი თვალი. ასე უნდა შემოყვეთ ახლა ეს რიგიც. აი ესე 2 თავისუფალი თვალი და როგორც გითხარით, ბოლოს კიდევ მოგხსოვთ ერთ სვეტს. ნახეთ, აი აქ ერთი თვალია დარჩენილი, ზუსტად აქ ამოვიყვანთ თვალს ერთი ნამატით და აი ეს სვეტი და პირველი, აი 3 თავისუფალი თვალი, ეს არის ესეთი პირველი წყვილი, რომელიც აი არ იყო ხო სრულყოფილად და ეხლა აი ეს შემაერთებელი თვალით. სულ გაქვთ ესე 8 ესეთი წყვილი, ხო? აი ეს
ეხლა შემდეგი რიგი. აქ დააკვირდით, აი აქ ვარ ეხლა, უნდა გადავიდეთ არკაში. სულ აი არკების თავზეა ესეთი, ეხლა უკვე თუ დააკვირდებით, უფრო გრძელი სვეტია და შეიძლება შტრიხები კარგად არ ჩანს, მაგრამ ორი შტრიხი აქვს. აი ჩანს ხო ცოტა გამუქებულია, ანუ ორი შტრიხიანი, ესე იგი თვალი ორი ნამატით არის, ესეთი სვეტებია. ეხლა ჯერ გადავალთ არკაში, აქ არის 4 თავისუფალი თვალი გჭირდება, არ ჩანს სამწუხაროდ, მაგრამ იმის გამო რომ მაღალი სვეტებია, ხო, ორი ნამატით ეს ნიშნავს, რომ აი ესე 4 თავისუფალი თვალი გჭირდებათ პირველი სვეტის როლში. შემდეგ თვალი ორი ნამატით. აი ეს. აი ორი სვეტი, ესეთი გრძელი სვეტი. კარგით, ახლა შევხედოთ. ამის შემდეგ ჩვენ გვაქვს აქ, აი აქაც ცოტა მკრთალად არის, მაგრამ თუ ძალიან კარგად დააკვირდებით, ზოგ ადგილებში შეიძლება შეამჩნიოთ, მაინც გადათვალოთ და არის 7 თავისუფალი თვალი. აი ამ ორი სვეტიდან, აი ამ ორ სვეტამდე შუაში არის 7 თავისუფალი თვალი. კარგით, აბა მოგსოვოთ. 1 2 3 4 5 6 და 7. ისე თვალი ორი ნამატით მომდევნო არკაში. აი აქ. ორი ერთად, ორი ერთად, ორი ერთად. ხედავთ როგორ თავისუფლად გსოვ, რომ აი ეს ზომაც შესაბამისად ცოტა დიდი გამომივიდეს, ვიდრე ეს ძაფია. აი მეორე სვეტიც თვალი ორი ნამატით. აი ახლა მოგსოვე მე ეს ორი სვეტი. ისევ 7 თავისუფალი თვალი. 1 2 3 4 5 6 და 7. ისე თვალი ორი ნამატით მომდევნო არკაში. აი ესე ადვილია მე მგონი. ორი ერთად, ორი ერთად. ისე კიდევ მეორე სვეტი. თითო არკაში ორი სვეტი გაქვთ. აი ესე. აი ესე მე მგონი კარგად ჩანს, ხო? ესე შემოყევით ახლა სულ ასე 7 თავისუფალი თვალი, ესეთი არკის სახით. შემდეგ ორი სვეტი ორ-ორი ნამატით. ესე გაყევით და თქვენს მოგსოვეთ. აბა ნახოთ უკვე გავედი ბოლოში, აი ბოლოს მოგსოვე 7 თვლიანი ესეთი ჯაჭვი. და უნდა დავაკავშიროთ პირველ სვეტთან. აი გამოარჩიეთ პირველი სვეტი გაქვთ 1 2 3 4 4 თავისუფალი თვლიანი და მეოთხე თვალში შეხვალთ. აი ეს. აქაც გაქვთ 8 ესეთი წყვილი ამ სვეტების, აი ესეთი. ახლა შემდეგი რიგი. აქ ძალიან მარტივი რიგია, მოკლედ. ყოველი აი ამ სვეტის თავზე გაქვთ თვალი ერთი ნამატით. აქაც მეორე სვეტის თავზე თვალი ერთი ნამატით და შემდეგ აი არკაში, ხო? აქ გახსოვთ 7 თავისუფალი თვალი ქონდა. ეხლა მოგსვოთ 8 სვეტს, თვლებს თითო-თითო ნამატით, 8 ცალს. შემდეგ ისე ყოველი სვეტის თავზე თითო სვეტი. სვეტები იქნება, რა თქმა უნდა, ერთი ნამატით, ესე იგი, წინა რიგში 2 ნამატით ქონდა, ეხლა თითო-თითო ნამატით გვაქვს სულ. აი პირველივე სვეტის თავზე მოგსოვოთ 3 თავისუფალი თვალი, ეს პირველი სვეტია. თუ გიჭირთ თქვათ აი თვალის გამორჩევა, სად უნდა დაამთავროთ ხოლმე, როცა ჩაკეტავთ, შეგიძლიათ ნიშნული გააკეთოთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შეგიძლიათ ყოველთვის გადათვალოთ, ხო? აი 1 2 3 და მესამეში უნდა ჩაამაგროთ, როცა მორჩებით რიგს, აი ბოლო თვალს, ხო? დააკავშიროთ. კარგი, შემდეგი სვეტი არის მეორე სვეტის თავზე, აი აქ. ორ კედელში შედით აუცილებლად. თვალი ერთი ნამატით. როგორც გითხარით, სულ თვლები თითო-თითო ნამატით გვაქვს ამ რიგში. ახლა არკის თავზე 7 თვლიანი არკა გვაქვს. მოგსვთ 8 თვალს თითო-თითო ნამატით. როგორც იცით, რომ იზრდება, ხო, ეს დიამეტრი ნაკსოვის, რა თქმა უნდა, საჭიროა უფრო მეტი მატებების გაკეთება. ანუ იგივე რაოდენობა რომ მოგსვოთ თვლების რაც წინა რიგში იყო, მოიკუჭება ნაკსოვი, ხო? აი ესე თვლები თითო-თითო ნამატით.
ნახოთ, ეხლა გადავთვლი რამდენია, აი არკაში. 2, 4, 6, 7-ია კიდევ ერთი, 8. ესე გადაანაწილეთ თუ ძალიან თავმოყრილია ერთ ადგილას. აი ესე, ეხლა უკვე სვეტის თავზე 1, მეორე სვეტის თავზე მეორე. და ისევ გავიმეორებთ ეხლა. ამ არკაშიც მექნება 8 სვეტი. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. მოგეთ ესე გაიმეორეთ სულ. ეხლა ისევ სვეტების თავზე სვეტები და შემდეგ არკაში სვეტები. სულ ასე მეორდება ეს რიგი, მარტივი რიგია საკმაოდ. გააგრძელეთ თქვენც და ესე მოგსოვეთ. აი რიგის ბოლოსში ვარ ეხლა. აქ ბოლოს 8 სვეტი მოგსოვეთ, ვხლებით თითო ნამატით და უნდა დავაკავშიროთ პირველ სვეტთან. ანუ ესე რომ გადათვლით, მესამე თავისუფალი თვალი იქნება 1, 2, 3, ხო? სვეტის თავთან. აი ეს შემაერთებელი თვალით. აი ესეთი ნაკსოვი გვაქვს ახლა ჩვენ. შემდეგი რიგი. აქ თუ დააკვირდებით, ნახეთ, აი აქ მოვედი ახლა მე. უნდა გადავიდე მეორე სვეტის თავზე. აი აქ ნახეთ მეორე, ახლა პირველი სვეტი აქ 2 სვეტი ხომ მქონდა წინა რიგებში. 1, 2. აი ამათ თავზე კიდევ სვეტები ხომ მქონდა აქ, ნახეთ 1, 2. აი მეორე სვეტზე უნდა გადავიდე. აქ ახლა ძალიან ბუნდოვნად არის ნაჩვენები, მაგრამ აქ უნდა მოგხსოვოთ პირველი სვეტის თავზე თვალი, ნამატის გარეშე. ეს სულ აი ესეთი შტრიხები რომ არის, ხო, ესეთი პატარა ჯოხებივით, ეს არის თვლები ნამატის გარეშე, როგორც თავიდან იყო აი ეს რიგი, ხო? და აქ ვგსოვთ ჩვენ აი სულ ყველა სვეტის თავზე ვგსოვთ ესე თვლებს ნამატის გარეშე. სანამ არ მიხვალთ, აი ბოლოს არის, ნახეთ, აი ამ სვეტის თავზეც არის ნაკსოვი. და შემდეგ გვაქვს 1, 2, 3, 4 თავისუფალი თვალი. აი ეს დავიმახსოვროთ. ესე იგი, ახლა გადავდივარ მეორე სვეტის თავზე, ეს შემაერთებელი თვალით. აი ესე და აქ ერთ თვალს ავამაღლებ. ახლა არ ჩანს აქ კარგად ეს რაც ხდება, მაგრამ მე ესე აქ არის აუცილებლად თვლები ნამატის გარეშე მოსაქსოვი. პირველი თვალი, აი ეს ერთი ბიჯის და იგივე თვალიდან, აი თვალი ნამატის გარეშე. ეს არის პირველი თვალი. მომდევნოშიც ახლა ნახოთ რამდენი გამოგვივა, უბრალოდ ახლა მე რასაც უყურებ, ამ სვეტების მიხედვით ვანგარიშობ, აქ როგორც ნახაზია. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10 და 11. აი მეორე სვეტის თავზეც მოგხსოვე, აი მეორე სვეტი, აქ 2 სვეტი რო ქონდა, ხო? 1, 2. ანუ ჯამში 11 თვალი ნამატის გარეშე უნდა მოგხსოვოთ, ესეთი კენტი რაოდენობა. მერე ბოლოს 1 თვალი დაგრჩებათ, სუსუ ბოლოს, როცა ესე გავაკეთებთ მოკლებას. ეხლა როგორც გითხარით, 4 თავისუფალი თვალი. აი ესე. და ნახეთ, აი ეს მოგხსოვე. ეხლა სვეტი 1 ნამატით. ეხლა აქ თუ დააკვირდებით, აი აქ 8 თვალი რო გაქვთ, ხო, არაკაში. აი იქ ცენტრალური, აი იქ შეგიძლიათ პრინციპში 8 თვალიდან აი მე-4-ში და მე-5-ში, ან მე-4-ში და მე-6-ში, აი ეს სვეტები ესე ამოიყვანოთ. მე ესე ვფიქრობ, ახლა მე-4-ში ამოვიყვანეთ პირველ სვეტს. ხო, ესეც დაახლოებით ცენტრი რომ მოუწიოს. მოდი კარგად შევიდეთ. ესე იგი თვალი 1 ნამატით 1, 2, 3, 4, აი მე-4-ში შევედი. შემდეგ მოდის 2 თავისუფალი თვალი, აქ კარგად არ ჩანს, მაგრამ აი სხვა ადგილებში ნახეთ, აი 2 თავისუფალი თვალია მათ შორის. 1, 2, აი ესე.
ერთი თვალი გამოტოვეთ და მომდევნოში ისევ სვეტი. აი ეს. ეხლა სიმეტრიულად ნახეთ, ეს თითქოს სიმეტრიის ღერძია აი აქ. როგორც აქეთ მქონდა, ისევ აქეთაც იგივე უნდა გავაკეთო. 4 თავისუფალი თვალი. აი ესე. და ისევ აი ეს 11 თვალი ნამატის გარეშე, როგორც თავიდან მოგხსოვეთ, აი ესეთი მეორდება. ეს უნდა გააკეთოთ, ნახეთ, აქ 1 2 3 4 თვალი იყო, მეოთხეში უბრალოდ 1 2 3 მეოთხეში შევედით. 1 2 3 აქაც მეოთხეში უნდა შეხვიდეთ და თვალი ნამატის გარეშე. აი ეს პირველი თვალი. ახლა როგორც იქით იყო თავიდან მეორე, მესამე და ასე შემდეგ 11 თვალი ნამატის გარეშე. შემდეგ ისევ გამეორდება ის თავისუფალი თვლები, იქ სვეტები, როგორც აი ამ ადგილას იყო ეს გამეორდება ასევე. მონაცვლეობა გექნებათ ასეთი ფრაგმენტების ესეთი. აი ესე მე ხა აღარ ვითვლი, იმიტომ რომ აი ესე უფრო ესე ადვილია ხელმძღვანელობა, რომ აი ამ მეორე სვეტის თავზე რო სვეტი, აი იმის ჩათვლით რომ მოგხსოვთ, უკვე გექნებათ 11, აი აქ, ესე თუ გადათვლით. კარგი, ესე იგი, ეხლა 4 თავისუფალი თვალი ისევ და სვეტი ერთი ნამატით, ნახეთ, აი სადაც უკვე ამოიყვანეთ იმის შემდეგ 1 2 3 და მეოთხეში. აი ეს. 2 თავისუფალი თვალი, ერთი თვალი გამოტოვეთ და ამ მომდევნოში მეორე სვეტი. ისევ 4 თავისუფალი თვალი. და ისევ გამეორდება ეს 11 თვალი ნამატის გარეშე, როგორც აი ამ ადგილებში გვაქვს. 1 2 3 და მეოთხე თვალში. აი ეს. კარგით, აი ესე შემოყევით, ესეც მე მგონი გასაგებია და არ არის რთული. და აქაც უკვე მოურჩიეს რიგი. ბოლოს იყო 4 თავისუფალი თვალი, რომელიც უნდა შევაერთოთ, აი პირველი თვალი კარგად ჩანს, ხო? აი ეს ისეთი ამაღლებული ადგილია. ეს შემაერთებელი თვალით. შემდეგი რიგი აქ ეხლა ისევ აქ ძალიან გამბლადნულია, მაგრამ აი სხვა რიგებს შეხედეთ, სადაც ნაკლებად ის მარტო ესეთი ჯოხებით არის, ხო, ესეთი შტრიხებით. აქ მოკლება ეხლა არ ხდება, ანუ პირველი თვალის თავზე ისევ თვალს გვსოვთ და ყველა აი ეს 11-ვე თვალს ნამატის გარეშე გვსოვთ. ხოლო შემდეგ უკვე არის 5 თავისუფალი თვალი. აი ეს დავიმახსოვროთ, ეს მოგხსოვთ ჯერ. პირველი თვალის თავზე 1 თავისუფალი თვალი ბიჯის, იგივე თვალში უნდა ამოვიყვანოთ თვალი ნამატის გარეშე, ეს პირველი თვალია და ასე შემდეგ, ეხლა აქ გექნებათ ისევ 11 თვალი ნამატის გარეშე. აი ესე. ესე. ეხლა 5 თავისუფალი თვალი, წინა რიგში იყო 4, გახსოვთ, ხო? ეხლა უნდა მოიმატოს, თორემ ნაკსოვი არ იქნება კარგი, ამიტომაც აქ ეხლა აი სხვა ადგილებში თუ ნახავთ, გადათვლით კარგად, ნამდვილად 5 თავისუფალი თვალია და შემდეგ ამ 5 თავისუფალი თვალის შემდეგ აი აქ არკარო გვაქვს, ხო, ორთვლიანი. იქ უნდა ამოიყვანოთ 3 სვეტი, თითო ნამატით. 3 თავისუფალი თვალი, კიდევ 3 სვეტი. აბა ნახოთ. ესე იგი. აი ამ არკაში ამოვიყვანთ 3 სვეტს თავდაპირველად. ეს თვლები არის თითო ნამატით, ხო, ესეთი სვეტები. მეორე, მესამე. 3 თავისუფალი თვალი. ისევ 3 სვეტი. 1 2 3. აი ეს. და ამის შემდეგ უკვე ისევ 5
5 თავისუფალი თვალი და ისევ 11 სვეტი, ესეთი თვალი ნამატის გარეშე, როგორც აი აქ თავიდან მქონდა, ხო? ესე იგი 5 თავისუფალი თვალი და ისევ აი ეს როგორც წინა რიგში მქონდა აქ მე თვლები ნამატის გარეშე, აი ეს ასე გაიმეორებთ სულ. ისე იქნება ამ თვლები ნამატის გარეშე ამას მორჩებით ხო 11 თვალი გაქვთ იქნება ისევ 5 თავისუფალი თვალი და რაც გავაკეთე აი სვეტები ხო აი ეს ადგილი გამეორდება აი ამის თავზე აი ესე გაყევით მე მგონი ადვილია არ არის რთული სქემასაც შეხედეთ ხოლმე აი ხა 5 თავისუფალი თვალი და ისევ აი სვეტები. მოდით გაჩვენებთ ბარემ. 1 2 3 თავისუფალი თვალი, ისევ 3 სვეტი. ესე გააგრძელეთ.